მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად დღეს შემოვა ზარები. დიდი მადლობა მინდა გადავხადო ამ ტელევიზიას, რომ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ესე მოსახლეობამ ადამიანებმა რაღაც თავის გულის ტკივილი გამო თქვენ სხვათა შორის ძალიან გული მწყდება, რომ რაღაც მეტრული არხი და რაღაც პრობლემა იყო და ჩახსნეს და ბევრი ადამიანი ვერ უყურებს, მაგრამ შეგიძლიათ რომ თავიდან დაიჭიროთ და რაღაც მომენტებში მე მგონია რომ ისევ დაიჭერს, ესე მითხრეს რომ სხვა იმაზე სიხშირეზე შეიძლება დაიჭიროსო და ჩვენ რადიო მსმენელს და ვინც გვიყურებს საერთოდ ინტერნეტით და თვალს გადაევნებს, აი ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ, ეს გადაცემები იქ იდება ხოლმე და ჩემთანაც იდება, რა თქმა უნდა, Facebook-ზე და გეხვეწები ზარები შემოვიდეს და როგორ თემებზე ვისაუბროთ, იცი, სხვა არ გავლანძღოთ, რაღაცა დავიცვათ, მაინც ჩვენი ის, იმიტომ რომ აი ეს რელიგიური გადაცემა არის, თან ისეთი ის არის, რომ უბრალოდ სიტყვა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიმსახურებთ იმას, რა შეიძლება ყოფაში ცვართ, რაღაცეები და ერთმანეთს გაუზიაროთ რა, იცით, რომ აი იმ განსაცდელს, იმ პრობლემებს როგორ მოვერიოთ, ან რატო არის დაშვებული ჩვენზე. ძალიან ხშირად აი უბრალოდ ყველა განსაცდელმა კითხვა უნდა დაგვასმევინოს, რომ რატომ დაეშვა ჩვენზე. ჩვენ თუ კითხვას არ დავსვათ, რომ აი ჩვენ რატო გვემართება ეს, ხო? ვერ გავიზდებით რა და საერთოდ განსაცდელებში ადამიანი იზრდება და იწთობა. ხო და ჩვენ აუცილებლად ვეცადოთ ხოლმე რომ რაღაცნაირად ერთმანეთისათვის ვიყოთ თანადგომი. ყველაზე მთავარი რაც არის და გადავატანოთ ერთმანეთს ტკივილი, იმიტომ რომ აი წეღან მამაოდ საუბრობდა რომ თუ ჩვენ არ გვექნება სხვა ადამიანის, მეორე ადამიანის იმედი, ხო? რაღაცნაირად ადამიანი ცოდო არის, ისედაც რაღაცნაირად სასწაკვეთილია, რაღაცა სულ პრობლემაში არის და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ერთმანეთის გამო გავჩდით და აი ამ ერთმანეთის დახმარებაში კიდე ღმერთს ვიპოვით და ღმერთი კიდე ჩვენ გვხედავს ხოლმე აუცილებლად და ცხონებაც რა არის, ხო? ჩვენ თუ ერთმანეთს აი რაღაცნაირად გვერდში არ დაუდექით რაღაცა და აი რატო არის ხოლმე, რომ ადამიანებს ყოველთვის რაღაცნაირად ემართებათ ხოლმე ესეთი რაღაც, რომ როცა განსასწრელში ადამიანი, როცა პრობლემა აქვს რაღაცა, ხო? სულ რჩება ხოლმე მარტო. აი ხშირად ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ხართ ესეთი და აი ამ თემასთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ, რომ რატო უნდა იყოს ადამიანი მარტო, როცა ამდენი ადამიანი დაიბადა ჩვენს ირგვლივ, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები ხოლმე, რაღაც თანადგომის მომენტი დაკარგა ადამიანმა, იმიტომ რომ ერთი მეორესათვის უცხო გახდა, გაუცხოვდით ადამიანები ერთმანეთისადმი და რაღაცნაირად იმდენად ბევრი პრობლემაში ჩვენ თვითონვე აღმოჩნდით, რომ სხვისი პრობლემა უკვე რაღაცნაირად აღარ გვეჩვენება ჩვენ იმათ, რომ აი ჩვენ იქაც ვარ საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი ვერ მოგვიგარებია ფიქრობთ, მაგრამ აი ქრისტიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა სხვას ეხმარები და სხვისი თანადგომა შეგიძლია, მაშინ შენ პრობლემას ღმერთი ალაგებს აუცილებლად და ღმერთზე უკეთესაც ვერ შენ დაალაგებ და ვერც ვერავინ და ასე რომ ყოველთვის იცოდეთ, რომ აი სხვას როცა თქვენ ყველაზე ძვირფას რაც კი გაგაჩნიათ დრო, რომელიც ღმერთმა მოგცათ, ხო? დაუთმობთ, ხო აუცილებლად თქვენც დაგითმობთ ღმერთი უფრო მეტ დროს და უფრო ბევრად უფრო მოგვარდება ის თქვენი ის ტკივილი, იქნება თუ რაღაც პრობლემა, ხო? ჯერ ამაგარი არის, რომ ადამიანი წარმოიდგინეთ ახლა პრობლემებს ამ ქვეყნად ვინ აგვარებს, ხო? ღმერთი უგვარებს ყველას და ნუ გეშს ვინ აძლევს ადამიანს, ხო? ღმერთი და ჩვენ რო რაღაცა მომენტში ღმერთს რაც უნდა იმ სამსახურს რო ვეწევით ხოლმე, როგორია, ხო? და აუცილებლად ეს გავითვალისწინოთ ყველამ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მართლა ბოროტვა იმდენი პრობლემა შეგვიქმნა, რომ რაღაცნაირად აღარ გვცალია სხვაზე მისახედათ რა და რაღაცნაირად გული მწყდება ხოლმე, ხშირად არის ხოლმე რაღაცა ზოგს ეკლესიური ქვია, ზოგს რაღაცა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში როცა გადამწყვეტი მომენტებია, იქ აღარ ვართ ხოლმე ეკლესიურები, იქ გვავიწყდება ხოლმე ყველაფერი არ და რომ დაუკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას, ხო? აი იმისათვის გავჩდით ზუსტად, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის გვახსოვდეს და ადამიანმა რა დაივიწყა, იცით, რომ თავარი რა აყვება იქ, რო გარდაიცვლება და არა ის, რომ სიტყვაზე ის, რომ მე შენ აქ რაღაც
კაცის გამო გაწყენინებ, ეს არ გამყვება. შეიძლება რომ გაწყენინე თვითონ ეს საკითხი გამყვეს, მაგრამ ის რაღაცა ის მატერიალური იქნება თუ ძირითადად რა ჭიდილია, ხო, იმის ჭიდილია, რომ რაღაცნაირად ზოგს ერთმანეთისადმი რაღაცა მოსაგვარებელი აქვს და აი მოგვარებაში ერთმანეთს კარგავენ ხოლმე და ამ დროს უფრო მეტი უნდა იყო, აი ამ პრობლემებზე ზემოთ უნდა დადგე და მერე არის უკვე ყველაზე მთავარი, რომ რაც ყველაზე მთავარი იგაყვება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინახია ბინის გამო, იმის გამო, ამის გამო დაუკარგიათ ადამიანები და შემდგომ გარდაცვლილან და წარმოიდგინეთ სასახლის ამ წევი არ ყოლიათ, რაღაცა ფულის გამო და რაღაცა ის ფული და ის ზოგჯერ ოხრად რჩება ხოლმე. ხო და შეიძლება არის ხოლმე ადამიანები, რომ აი ამ რაღაცა გაზულუქვებაში სხვას ვეღარ ხედავ და შე რო არ გშია გონია რომ სხვასაც არ შია და ასე ძალიან ბევრი ის და რომ მოდიან ხოლმე ხანდახან აი რაღაცნაირად პრობლემით ადამიანები ხო აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ხოლმე ეს ყველაფერი და ჩვენი ვალდებულებაც არის ეს და იმისთვისაც გამოგვიგზავნა ღმერთმა რომ ალბათ შეგვიძლია და თუ არა და რაღაცნაირად ჩვენ ფიქრში ჩვენ გონებაში ჩვენ ლოცვაში მაინც დავიხმარო და რაღაცა თანაუგზნოთ ხოლმე აი ეს თანაგზნობა გაქრა რაც აი რეალურად რაც ყველაზე მთავარი არის ადამიანში, რომ თან საქართველოში, რომ როგორი იყო, აი რა გაჭირვება არ ყოფილა და როგორი თანადგომა იყო ერთი მეორესი, ხო? დღეს ეს აღარ არის სამწუხაროდ ჩვენ და ჩვენ როგორ უნდა ისევ წამოვწიოთ ეს თემა, რომ ერთმანეთს დაუდგეთ, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა თანადგომა იყოს და ამდენი ადამიანი გაჭირვებული იყოს. თანადგომა იყოს და ამდენი ადამიანი პრობლემის ქვეშ იყოს და იმას ფიქრობდეს თუ საღამოს სიტყვაზე, რომ მშიერი დაიძინებს თუ ნაჭამი, ხო? წარმოიდგინეთ ახლა აი რომელ საუკუნეში ყოფილა კიდე ესეთი პერიოდი, როცა შეგიძლია რომ ყველანაირი ხერხი არსებობს იმისა, რომ ადამიანს დაეხმარო, ხო? თანადგომა რაღაც ყველაფრით და უბრალოდ იმედად რო იყოს ხვის, მაგრამ დღეს ესეთი სიტუაციაა, რომ ძალიან ბევრ ოჯახის წევრს თავის ოჯახის წევრის იმედი აღარ აქვს, წარმოიდგინეთ. რაზე არის ლაპარაკი, სად შემოაღწია ბოროტმა, ხო და ჩვენ ამას უნდა ვეცადოთ. თან რა არის ის ჩვენ გვავიწყდება ხოლმე რაღაცა ეკლესიას რო გავწდებით, მე გვავიწყდება, ნუ ეკლესიაში რისთვის ვიყავი და საერთოდ ეკლესია რო შედგა, რისთვის შედგა და რა უნდა ისწავლო იქიდან და ეს უნდა გაგვყვეს ხოლმე აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეკლესიის გარეთ ადამიანს ვერ ცნობ, რომ ეკლესიურია რა და ეს არის ძალიან ცუდი და სავალალო ჩვენთვის და აუცილებლად მე ხა ძირითადად ეკლესიური ადამიანები დღეს ხა ისე არის და თვითონ ძალიან მაგარი მოძღვრები არიან და ძალიან მაგრა არის თვითონ ეკლესიაში სიტუაცია ისე რომ ეკლესიური ადამიანი მაინც რომ გამოდის იცის რომ სიტყვაზე სხვისი დახმარებაა მთავარი და დღეს ყველა ეს იცის თან ქართველები როგორი ადამიანები არიან იცით რომ მარტო ის არ არის რომ რაღაცა შეიძლება რაღაცა ვიღაცის მიმართ გაცივდა დროც ისეთი მოვიდა რომ რაღაცნაირად აი ზოგ შეიძლება არჩეულია რომ სხვას დაეხმაროს იმიტომ რომ ძირითადად მატერიალურზე გადავიდა ეს დახმარება მაგრამ აი რა როგორ არის იცით რომ როცა სხვას ეხმარები ღმერთი შენი შვილობით ხარობს როგორია ჩვენი მშობელი ყველასი ღმერთია და მას როგორ ახარებ რომ ისე მის მეორე შვილს შენ გვერდში უდგა ხარ ზარი არის ეთერში გისმენთ მოგესალმებით გამარჯობათ რომელი ტელევიზია ეს არის ობიექტივი ობიექტი ბოდიში დაბადია ტელევიზორში არ უჩვენებდა რამდენი ხანია დღეს საერთო ხო დღეს ჩაისთო ხო სხვადასხვა სიხშირეებზე იჭერს ხოლმე რაღაცა სამწუხაროდ ჩვენ და ხო იცით ბრძოლები არის ძალიან დიდი და აი ეს გადაცემები რაღაცა ხდება ხოლმე ანუ მე არ მიკვირს რა იცი რომ ეს ტელევიზია 20 წელია თითქმის აქ ვარ და ესე მოდის სულ ბრძოლების ქვეშ არის სულ პრობლემების ქვეშ არის იმიტომ რომ რაღაცაერად სულ ყველა მარყუც უჭერს ბოროტი რომ რაღაცაერად ეს არ გავიდეს ეს გადაცემები თქვენამდე არ მოვიდეს. ეხლა თქვენთან თუ უკვე სიხშირეზე აჩვენებს, შე შემთხვევაში ძალიან კარგი არის და მადლობა ღმერთს და არის იმსახურებს კიდევაც და აქვს ის დამსახურება ამ ტელევიზიას, რომ არ გაითიშოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს, თუნდაც იმის სახით, რომ აი ამდენი ადამიანია ესე შემოდიხართ, ესე თქვენ გულის ტკივილს ამობთ და რაღაცა და თან ძალიან ბევრი ღვთის
მსახური აქ დადის და ძალიან დიდი არქივი არის მათი, რომელიც არც ერთ ტელევიზიას არ აქვს. ისეთი სასულიერო პირების არქივები, რომელიც მემყოლია და დღეს გარდაცვლილები არიან და ისეთი ფილმები, რომელიც მე გამიკეთებია, ისევ ამათი დახმარებით და ამათ რაღაცნაირად მიგვიღეს ჩვენ ეკლესია და ძალიან დიდ პატივს გვცემენ ჩვენ აქ როცა მოძღვარია ხოლმე, ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემა და ყოველთვის ილია არის ჩემი პროდიუსერი, ჩაჩიბაია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ირმა და ყველა ვინც არიან მე რო თხოვ ხოლმე ან ეკლესიიდან რაღაც სათხოვ არია ყველაფერს უფასო გოლებიც კი გადის ხოლმე როცა ეკლესიის მშენებლობას რაღაცას ეხება რომელიც საერთოდ არც ერთ ტელევიზიაში არ გადის და საერთოდ არც იყო რელიგიური გადაცემები პირველი რელიგიური გადაცემები აი როცა მღვდელი დაჯდა ეთერში ეს იყო 2008 წელს რომელიც დაჯდა ჩემთან ერთად გადაცემაში და იმის მერე მოდის წარმოიდგინეთ ეს გადაცემები და მადლობა ღმერთს მართლა რაღაცა ერთ-ერთი პირველი გადაცემა რელიგიური ერთ-ერთი კი არა ერთი პირველი გადაცემა პირველი იყო რომ სასულიერო პირი რომ აი ეს ეთერში როზის და საუბრობს იყო პირველი გადაცემა და მადლობა ღმერთს რომ ეს ტელევიზია არსებობს და საშუალებას გვაძლევს ჩემთვის იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული და ეკლესიისათვის რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და მადლობა რა აი ილიას რო ეუბნები ხოლმე რაღაცა მოძღვარი რაღაცა ეგრევე რეგიონებიდან მოძღვრები არსად არ დადიან ხოლმე აბსოლუტურად მე ჩამოყავს ხოლმე მეუფეები ჩამოდიან ხოლმე ეპისკოპოსები იქ რო რაღაცა ტაძრის მშენებლობები იქნება თუ რაღაცა ყველაფერს აუცილებლად ვაცხადებთ ხოლმე იქ პატიმრებს და იმათ რო ეხება ხოლმე აუცილებლად ყოველთვის არასოდეს აქ შეზღუდვა არ არის და აქ არის აი დემოკრატიას რომ ამბობენ ხოლმე ხო იცი თავისუფლების ხრი ხა მე ვინც მიცნობს პირადად უბრალოდ იციან მე რა ტიპაჟიც ვარ და როგორ რაღაცერთ ჩემი თავისუფლება მირჩევნია ყველაფერს აი ცხოვრებაში შენიშვნას არ მიიღებ არასოდეს აქ უფროსი არ არის ისეთი არც ის არის ვერასოდეს ვერ იგზნობ რომ ვიღაცა სიტყვაზე რაღაცა მიმართულებას გაძლევს და აი თავისუფლება და აი მართლა პირველი არხის მოდელიო რაღაცა ბევრი მსმენელისაგანაც მსმენია ხო არის აქ და აქ ვნახე ოღონდ ამას აი სრული ღვთის წინაშე ვამბობ სრული პასუხისგებლობით ვამბობ და გეფიცებით აი თუ ვინმესთვის რამე მაგალითად ჩემი სიტყვა არის გასაგონი ხო გეფიცებით ღვთის წინაშე რომ აი აქ ცხოვრებაში ჩემთვის შენიშვნა არ მოუციათ იმაზე რომ ეს თქვა პირიქით აი ოღონდ აქ მოძღვარი მოვიდეს და ოღონდ რაღაცა და ეკლესიის ხმა გავიდეს და სიტყვა ითქვას ნებისმიერი ადამიანის არის ღია და შეგიძლიათ სხვათა შორის ამას იქით მე რეგიონიდან ყოველთვის მომყავს ხოლმე მოძღვრები ამას იქით კიდე შემეხმიანო და აუცილებლად ყველას მოგიწევთ ხოლმე დიდი სიხარული და სიამოვნები და აი თუ სადმე არის აი თავისუფლება და დემოკრატია აი რაღაცა ხო იცით მაგალითი რო გვინდა რომ ვიყოთ დემოკრატიის აი გეფიცებით ყველაფერს ნახავთ იმას აი აქ უბრალოდ უნდა დაესწროთ იმ ყველაფერს იმიტომ რომ აქ არაფერი არ არის წინასწარ დაგეგმილი და დადგმული ყველაფერი მოდის რეალში წარმოიდგინეთ პირდაპირ ეთერია ყოველი და მიდის პირდაპირ ეთერში ზარებიც და ისიც და ვისაც უნდა რეკავს და გამოდის ჩვეულებრივად თავის პრობლემებს საუბრობენ და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ტელევიზიას იმისათვის რომ ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამიკეთეს მე პირადად და არ შეიძლება რომ მადლობელი არ იყო და ძალიან გული მწყდება ხოლმე რომ აი ხა მოდის არის შემოუშვა და კიდე გავაგრძელოთ მადლიერებაზე მინდა ვისაუბროთ და რატო ვარ მადლობელი აქაურობის გისმენთ მოგესალმებით კი არის მის კარგად გისმენთ არის მის კარგად სამწუხაროდ ჩვენ და არის მის სამწუხაროდ ჩვენ და თან გაითიშა რეგიონებიდან ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს მეუნებიან ხოლმე ზოგან ბევრგან საპატიმროში იმაში ზოგან გაითიშა ეხლა ამ იმიდან და აი რა ვიცი თუ ვინმეს რაღაცნაირად ხელეწიფების აი ამ ყოლაფრისის აუცილებლად გთხოვთ რომ თუ შეგიძლიათ რაღაცა იქნებ ჩაირთოს ისევ იმიტომ რომ ძალიან გამიხარდება რა მე და არა მარტო მე რომ მიხარი ეს არაფერი არ არის ჩემი სიხარულე ბევრი ადამიანია ბევრი ასაკოვანი ადამიანია რომელიც უყურებს ამ ტელევიზორს პატივსაცემი ადამიანი და უბრალოდ რომ ეს არხი რო არ ექნება რა ვიცი
ესე რო გადახედო უბრალოდ ხო რაღაცნაირად აი ყველას თავის მიმართულება აქვს რაღაცა და ეს ყველა ადამიანს ითვალისწინებს რაღაცა ისეთი წამყვანები არიან რომ აი ყველა სფეროში ყოველ მხრივი რაღაცნაირად და რა არის ის აი გული დასაწყვეტი რატო არის რომ განა ვინმეს უნდა ჩემიქება დამიჯერეთ ეხლა უბრალოდ მოვაყოლე უბრალოდ სიტყვას მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ბევრი ჟურნალისტი დიც არ დავარქმევ ცოტა ხმამაღალი გამოვა ჟურნალისტი რა რომელიც სხვა ტელევიზიაში წავიდა დღეს რაღაცა შეიძლება თავის გადაცემებით რაღაცა ყველამ დაივიწყა რომ საიდან დაიწყო ამ ტელევიზიამ ყველას ხელი მოუმართა რომ არა ეს ტელევიზია ის ადამიანები დღეს დარწვა აი უბრალოდ სახეს და გვარებს არ ჩამოვთვლი უბრალოდ არც არავის ეცოდინებოდათ თითქმის ყველა აი ტელევიზიებში ვინც არიან ეხლა ხო მან აი რაღაცა ისეთ ტელევიზიებში რომელიც სამთავრობო ოპოზიციურ რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანი არის რომელიც აქ მუშაობდა რა ხო და ეს ყველაფერი დაივიწყეს განა იმიტომ რომ ტელევიზიის გამოკიარვა უბრალოდ ადამიანის ჩვევა ნახეთ რა როგორ შეიძლება რომ ეს დაგავიწყდეს ან მე თუ ეს ყველაფერი გავიწყდება როგორ შეიძლება შე როგორც ადამიანმა ივარგო ხო როგორი რაღაცა იცი ადამიანი ხეს რომ მოგიმართავს რაღაცას რო აკეთებ აი ჩვენ რო ეხა დარწმუნებული ვარ რაღაცა რო დაგვიშავდეს ხო ჯვარი გვეწეროს ხო 10 კაციდან რომელიც აქედან არის წასული შეიძლება ერთი არ მოვიდეს რო გვერდში დაგვიდგეს ხო და გეხვეწებით აი ყოველთვის გახსოვდეთ ეს მადლიერება ყველაზე მთავარი არის რა ეხა მე მაგალითად აქ ვარ ხვალე რო არ ვიყო საერთოდ ხო ღმერთმა დაიფარო სიტყვაზე მოხდა ესეთ სიტუაცია ხო ეს როგორ შეიძლება ის სიკეთე დავივიწყო მე სიტყვაზე რაც ამ 18 წლის მანძილზე მოხდა ხო და ხდება ხო ესეთი რაღაცა აი ჩვენ აი ეს უნდა გვახსოვდეს დილას რო ვიღვიძებთ ან რო ვეზიარები და აი ამ სამადლობელს რო ვკითხულობთ აი ეს მადლობა არის ზუსტად აი მადლობა არის ყველაზე მთავარი რაღაცა ის სულ რო ახსენებ ნებისმიერ ადამიანს რო მადლობას ეუბნები რაღაცა ხო ჯერ მატჩში სტიმულს წევ ძალიან მაგრამ შეიძლება სამადლებლად არ გიკეთებს მაგრამ თან მე შენ აღიარებ რომ ვიღაცა რაღაცას გიკეთებს და ვიღაცამ დაგეხმარა და რა მაგარი არის ეს რომ ადამიანს აქვს მადლიერების გზნობა რა ეს არის ყველაზე მთავარი და გეხვეწებით რა და თან ძალიან მიხარია ხოლმე ტაძრებში ხშირად რომ დავდივარ ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ გულითადად რაღაცნაირად ისე ხებულობს რაღაცნაირად მოსწონს ის გადაცემების მოძღვრები მოწონს რა თქმა უნდა ვინც მობრძანდებიან ხოლმე აქ და დიდი მადლობა ამ ყველაფერს იმ სტიმულისათვის რა სარი არის ძალიან ბევრი ზარი შემოდის ვალოდინებთ ხოლმე უბრალოდ და ბოდიშ გიხდი რაღაცნაირად რომ დავიწყებ მე ვეღარ ჩერდები გისმენთ მოგესალმებით ალო გისმენთ გამარჯობა გიორგი გამარჯობთ ჩემო კარგო დიდი ხანია უსმენ და უყურებ ამ გადაცემას შემოგევა არ ვიცი რამდენად გახსოვს რამდენიმე წლის ჩვენ შევხვდით თამარ მეფის ქუჩაზე და გითხარით კიდევაც რომ მე და ჩემი შვილები ყოველთვის სიამოვნებით გიყურებთ მეფი იმის შემდეგ სულ ასე გრძელდება ეს გადაცემა არის ძალიან კარგი ყველასთვის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ საყვარელ სამშობლოში ბევრი უსიამოვნო მოვლენა ხდება, რომელიც გულს გვტკენს. რა თქმა უნდა, გულის ტკივილი ხდება იმ ადამიანებში, ვისაც გრძნობა გააჩნია, თორე ზოგისთვის სულექცია და ამ დროს გიორგი ეს გადაცემა რომელიც მიყავს ჩვენ არის მალამოსავით აი როგორ ჭრილობაზე მალამორო გადაუჩვა და საერთოდ ობიექტივი წამყვანები რა გადაცემასაც თავაზობენ ეს ყველანაირად თითქოს შვებას გვაძლევს დაიხარეთ სულ ყველამ დიდი მადლობა უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენ შვილებსაც და რა არის ისიც რომ რაღაცეთ ახლა აი მოძღვარი ადამიანს აი თუ დააკვირდებით თელი თავის ცხოვრების მანძილზე რაში დაჭირვებია ხო ყოველთვის რაღაცა რო უჭირს ხო და ეკლესიაში რომ მიდის რაღაცა და ამ შემთხვევაში აქ რომ მოძღვრები მოდიან ზუსტად იმას საუბრობენ რომ ჩვენ რაც გვიჭირს როგორ გადავიტანოთ
გაჭირება ყველა ვარიანტი იქნება, ეხლა მე ვერ გეტყვი თუ აი მე და დავხენილი ცხოვრება იქნება, ხოლმე გავიღვიძებ თქო, არ იქნება და გაჭირება იქნება ხოლმე. და სულიერი კრიზისი აუცილებლად იქნება ადამიანის ცხოვრებაში. ის მატერიალური, კარგად იქნება მატერიალურად თუ ცუდად, ის სულიერი კრიზისი აუცილებლად დაგიდგება, ადამიანი იღლება იქ ცოდვებით, იქ 1000 პრობლემებით, 1000 დარდით, ფიქრით, იქ ბოროტიგებით ის რაღაცა და ეს იქნება ეს ყველაფერი. აი ეს მოძღვრები რომ მოდია, როგორ გადავიტანოთ ის ჩვენი გასაჭირი, ის ჩვენი ტკივილი, რაღაცეთ რომ მარტო არ ხართ, ეხა ბევრი ადამიანი არის წარმოიდგინეთ ეტლს მიჯაჭული, ზოგი ტაძარში ვერ დადის, მოხუცებულთა თავშესაფრებიდან მირეკავი, წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქიდან რომელიც რეკავს, ხო? აი ამ ადამიანებთან აქედან რომ შევდივართ, ხო, ძალიან მიხარია და გავიცი, აი ეს არის მთავარი რა და მადლობა თქვენ, ვინც ხართ, ყველანი ვინც გვერდში მიდგახართ, გისმენთ? გამარჯობა, მამა გიორგი. მამა ვარ, მაგრამ გიორგი. აბა როგორ ახართ? გამარჯობათ. თქვენს გადაცემებს ძალიან ხშირად ვსმენ. დიახ. ვიტო ბერუს. ეგერიას, მამაოს. ხო. ერთი რამ მაინტერესებს. თქვენთან არ გამოჩენილა არასოდეს და გამქმული არის როგორც კარგი მოგაპარაკება ეკლესიის დიდი წინამძღვარი და დიდი სულიერი მამა. აბა. არჩილ მინდიაშვილი, მამაო პეტრესა პავლესი. დიახ. ერთი მოიწვიეთ, ეს ადამიანი. ჩემი ეთერის კარი ყველასათვის ღია არის. იცით რა არის, ბევრი ადამიანი არის, რომელიც უფროსი თაობა რაღაცა ზოგს ვერ ვაწუხებ რაღაცა, ანუ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ძალიან დიდი სიამოვნებით ყველას მოვიწვევ. მე თვითონ ძალიან დიდ პატივს ვცემ მამაოს და მამაოს 8 წელსაც და ძალიან ბევრი გაუკეთებია ჩვენი ეკლესიისათვის და ყველაფერს სიკეთეს უსურებ და დიდხანს სიცოცხლოს. ხო, ზოგი ადამიანი არის, რომ რაღაცნაირად ვერ მოდის აქამდე, ზოგთან შეხება ისეთი არ მაქვს და რაღაცნაირად არ გვაქვს ხოლმე ურთიერთობა და სამწუხაროდ ჩვენდა და შემდგომ ისა რა ქვია, აუცილებლად ისა რა ქვია, მოვიყვა ყველას აბსოლუტურად, ვისაც არ უნდა ენებოს პრობლემა არ არის, მე დამიკავშირდნენ და ყველასთვის კარი არის ჩემი ღია, უბრალოდ ის არის რა ქვია. როგორ არის იცით, იმდენი მოძღვარი დადის ჩემთან, რომ ხანდახან სანამ იმას უნდა დაურეკო, ხო, იქამდე ვიღაცა სხვას უწევს მოსვლა, ვიღაცა სხვას და ესე ხდება ხოლმე, მაგრამ აუცილებლად კი, ყველას მოვიწვევ, რა თქმა უნდა, ჯერ მარტო მამა აკაკი მელიქიძე რადგირდა, რომ წარმოიდგინეთ ამხელა ადამიანს, ამხელა ისტორია გვაქვს, სულ 6 ჯერ იყო ეთერში და 6-ვე ჯერ იყო ჩემთან 6 საათი, რომელიც საოცრებები დაგვიტოვა. და ძალიან ბევრი ისეთი მოძღვარი, რომელიც ავიცი ეხა აღარ მინდა ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ისეთი ადამიანები, რომლებიც აქ მოვიდნენ და არქივია მთელი ეს ადამიანები წარმოიდგინეთ დღეს გარდაცვლილები არიან და მათი ნამოღვაწარი და ყველაფერი აი აქ გაშუქებულა და მათი დარიგებები დღესაც მრევლი ამით იკვებება წარმოიდგინეთ და რამდენი წერილი მომდის ხოლმე ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს მართლა და გავაგზავნოთ კიდე ჩვენ საუბარი აუცილებლად ზარებს შემოუშვებ აი ზარი არის კიდე გაითიშა სამწუხაროდ ჩვენდა და რა არის იცით რომ ხო რაღაცნაირად ისა რა ქვია აი ამ ადამიანს დღეს რომელსაც ბოროტი ცდილობს რაღაცნაირად გააციოს ყველაზე რთული ადამიანი ვინ არის უმადური ადამიანი აი მადლიერებას რომ მოაკლდები უკვე რაღაცნაირად ღმერთისაგან ძალიან შორს ხარ ხოლმე და აი ეს არის ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რა და აი სულ მიკვირს ხოლმე აი რატო იყო ვიღაცა ადამიანი ძალიან კარგი და დღეს რატო გახდა ცუდი ნუ თუ ესეთი აი ვერ ხვდები ხოლმე რა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ვიღაცა ადამიანებს აქებენ რაღაცა ვითომ ძალიან კარგი იყო და უცბად რაღაცა ხედა უცბად ეს ადამიანები რაღაცა აღარ არიან კაი ადამიანები აი რატო ხდება აი რა არის ჩვენ ცხოვრებაში ძალიან მინდა რომ სმენელიცო ჩაერთოს ამ იმაში იმიტომ რომ მართლა ძალიან გული მწყდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც წინათ იყო რაღაცნაირად კარგი დღეს შეიძლება მათთან ურთიერთობა აღარ გქონდეს ან ისე ცხოვრობდეს ყოველდღიურობა რო იცოდი ადრე მისი და დღეს საერთოდ არ გაინტერესებდეს თუ როგორ არის ხო აი რატო ხდება ხოლმე ეს ძალიან ხშირად ხდება ეხა ამ შეცდომას ხანდახან მეც უშვებ ხოლმე ცუდი შეიძლება არ გახდეს მაგრამ რაღაცეთ ყოფილა ხოლმე შემთხვევა რაღაცა ადრე ვისთანაც
ურთიერთობა მქონდა დღეს საერთოდ ჩემთვის უცხო იყოს. იმიტომ რაღაცეთ დრო რაღაცეთ ისე ლაგდება ხოლმე ხანდახან რომ ვერ იმაშოვა, თუმცა ვერასდროს ვერ დავივიწყებ. იმას რა სიკეთეც ჩემთვის გაუკეთებიათ, ხო? და იგივე იმ ადამიანებს, ვინც სიტყვაზე გამომივლია, ყველა ისე არავის არ ხვდება. არავინ აბსოლუტურად რა. აი ეს უნდა გვახსოვდეს ხოლმე, სულ ვიღაცა შეიძლება ვიღაცა ცუდად მოგიქცეს, მან გაიზარდო და იმან ყველაზე მეტი გასწავლოს, ვინც ცუდად გექცე. ეგ იცოდეთ ხოლმე ყოველთვის. სხვადასხვა ამას წინათ ერთი ქალბატონი შეხვდა გადასასვლელზე და აი სიტყვას ამხელა ძალა აქვს უბრალოდ რომ მოვდიოდიო, ისა რა ქვია, სახში ვიყავიო, რაღაცეთ აი ნიჰილიზმში ჩავარნილი რაღაცას წაკვეთაში რაღაცა და გადაცემა დაიწყო და პირველი რო ვიცი ხოლმე რომ პატიმრებს მოვიკითხავ რა თქმა უნდა ის და მე ვამბობ ხოლმე რომ ვინც მეთქი აი ცოტა გადაღლილი ხართ, ვინც რაღაცა ხელები ჩამოუშვით, რომ გონიათ რომ ეშმაკი ხო იმას აკეთებს, რომ ვითომ შენ არაფერი არ გამოგივა რაღაცა, მიდი შენ ეხა დაისვენე, შენი დრო გავიდა რაღაცა, ეგ უნდა დაგაჯეროს რა, რომ მართლა სასწაკვეთას მიეცე და მართლა რაღაცა რაც შეგიძლია რომ გააკეთო, ისიც აღარ გააკეთო და რამდენი ადამიანი დაუღუპია ესე რომ დააჯერა რომ შენი დრო აღარ არის. ხო და ამას რა თქმა უნდა ყველაფერს ბოროტი აკეთებს. შეიძლება ვიღაცის ხელით, შეიძლება თქვენი აზროვნებით, შეიძლება თქვენი ხელით, მაგრამ ნუ გიკეთებთ რა ამას ყველაფერს ბოროტი და აი ამ მდგომარეობაში ვიყავიო და შენ თქვიო რომ გადაცემაში რომ დაიწყეო რომ აი ხაო შემართებით იყავითო ესე და ისეთი სტიმული მომეციო რომ დღეს ვაქვარო და იმის მერე ავდექიო და გამოვედი სახლიდანო და დიდი მადლობა აი რამხელა ის არის ძალა და ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხოლმე რომ აი შეიძლება ვიღაცა შეგვაქებს რაღაცა კარგი მოხდება ჩვენთან ხო რაღაცა ისეთიც მოხდება ყველანაირი ის იქნება ხო ეს ყველაფერი მართლა ღმერთს ეკუთვნის და ღმერთი შეიძლება რაღაცა ღმერთმა შენით გააკეთოს რაღაცა გამოგივიდეს რა თქმა უნდა არის ხოლმე შემთხვევები და ეს იცოდეთ ყოველთვის რომ ეს ახან ხდება ესე იგი ღმერთმა შენი ხელით გადაწყვიტა რომ ეს ყველაფერი მოხდეს რა და ჩვენ ამიტომ აი არ უნდა დავივიწყოთ მაგას ვამბობდით რა ეს მადლიერები რომ ვიქნებით და რომ გვეცოდინება რომ ეს ჩვენ ხელთ არ არის იმიტომ რომ თუ ადამიანი თავისით მოიხიბლა ბოროტსაც ეგ უნდა რომ აი ზუსტად იმ ხიბლში ჩაგაგდოს რომ აი ამ ხიბლიდან თუ ვერ გამოხვალ რაც არ უნდა გააკეთო ყველაფრის უკან შენი ხიბლი შენი მეიქნება შენი პირადი ეს ამპარტავნება და არ შეგეწირება და აუცილებლად დაგანგრევს მე და ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაიყრება და მე თან რაღაცაირად ძალიან რთულად დაამთავრებს ამპარტავანი ადამიანი ხო ის რაღაცაირად ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ცოდვა არის რომელიც აი უფალს ძაaks ეს ცოდვა წარმოგიდგენთ ამპარტავნება რა და თან შენ თვითონაც როგორ გიშავეს თორე ამპარტავანი ხარ რაღაცები რომ მოგდის ხოლმე ამის მიმღებელი ვერ ხარ რა და სულ ამბობ რომ ეს მე როგორ უნდა მომივიდეს იმიტომ შენ დააჯერე რომ ეს შენ მაგარი ხარ და შენ როგორ შეგეშალა და ზუსტად ეგს უნდა ბოროტსაც და მე მიდიხარ სასწაკვეთისკენ მე შეცდომას ამართლებ და შეცდომას უშვებ და საერთოდ სავალალო მდგომარეობა ხდება ხოლმე და აი ამას უნდა მოვუღოთ ბოლო რომ ჩვენ ამპარტავნებას აქვს იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მინახავს ადამიანი რომელიც შეცდომაშია და მე მისი შეცდომის დაცვის მიზნით იმდენი ახალი შეცდომა დაუშვია რომ რაღაც კატასტროფამდე მისულა და აი ამიტომ არის საჭირო სიმდაბლე რომ აი თავდაბალი ადამიანი ყოველთვის მიმღები იქნება იმ შეცდომის თავის უძლურების იმიტომ ჩვენ ხო უძლურები ვართ ჩვენ რაც ვართ ჩვენ ხო კარგად ვიცით ხო სადღაც საავადმყოფოში რო ვართ სადღაც უძლურებაში რო ვართ სადღაც ვიღაც რო გარდაგვეცლება ჩვენ ხო ვიცით იქ რა უძლურები ვართ ეს ვართ ადამიანები არაფერი არ ვართ აბსოლუტურად ან სიკვდილის წინაშე ჩვენც რო დავდგებით ხო და ამას რო იტყვი შენ რო ჩვენ ხო ეს ვართ მე ის პრობლემები რაც ჩვენ თავს დაგვემართება ადვილი გადასატანი ხდება მიხვდით აი ეგ არის აი სიმდაბლეს ეს პლუსი აქვს რომ იმ უბრალოებით შენ რო ამბობ რომ ამ ყველაფრის ღირსი ვარ მე ძალიან პატარა რაღაცებიც გახარებს იმიტომ რომ რაღაცას ელოდებოდი რომ აი ამის ღირსიც იყავი მაგრამ რომ რაღაცა პატარა დადებითი მოხდება ის იმითაც კმაყოფილი ხარ იმიტომ რომ უფალ შენ ხო იცი რომ შენი ცოდების გამო შეიძლება მეტის ღირსი იყავი რაღაცა დაგშავებოდა, მაგრამ არა, იმ პატარათიც მე შემდეგ კმაყოფილი ხარ ხოლმე და ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ის იმ პატარათი სიხარული ვისწავლოთ, მაგრამ ადამიანი რაღაცნაირად აი
მოტყუებულია თავის სიხარბით რა რაღაცა გონია რომ გაითავისა რომ ყველაფერი ეკუთვნის წარმოგიდგენთ დილა გათენდა ჩვენ ყველამ გავიღვიძეთ ეხლა თქვენც ვინც მიყურებთ მეც გავიღვიძე ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიღვიძა ხო ჩვენ ხო ამისთვის არც მადლობა გვითქვამს და ვერ შევამჩნიეთ რომ გავიღვიძეთ მაგრამ ხო შეიძლება იმ ადამიანებში მოხვდეთ და აუცილებლად რაღაც პერიოდი დადგება როცა ჩვენც ვერ გავიღვიძებთ ხო ეხლა რა იმას ეგონა რომ ვერ გაიღვიძა, მაგრამ ვერ გაიღვიძა ვიღაცისათვის არ გათენდა, არ ამოვიდა, ხო ეს მზე, ხო? ამ ქვეყნად, რა თქმა უნდა, ასე რომ მაინც მადლობა უნდა უთხრათ ღმერთს, იმიტომ რომ რაღაცა გათენდა, ესე იგი შენ რაღაცნაირად ღმერთმა რაღაცა გადაწყვიტა რომ შენ გაგითენდეს, ესე იგი საჭირო ხარ და არავინ არ დაგაჯეროთ რომ საჭირონი არ ხართ რა, აუცილებლად ყველა ადამიანი ღვთისათვის ძალიან ძვირფასია და ყველა ადამიანი არის საჭირო, თუნდაც სხვისთვის და აუცილებლად ეს იცოდეთ ყოველთვის რა. აი ამ მეთოდით თუ იხემძღვანელებთ, ბევრად უფრო გაგიადვილდებათ იმ ძიმე ყოფის გადატანა, რასაც ბოროტი გვთავაზობს, იმიტომ რომ ძიმე ყოფა აუცილებლად იქნება ეხა ამ ქვეყნად დალხენილი ცხოვრება. მე სამაგალითო არც ვიცი არავინ, ან ვინმე თუ ცხონდა და დალხენილი ცხოვრება ქონდა. ეგეთი რაღაცა მე რა ვიცი, მე პირადად არ გამიგიაჯე. ხო და არც ყოფილა ეგრე, ხო და რა ვიცი, საბოლოოდ მაინც რაღაცნაირად ისე წდება, რომ დიდი ტკივილით მიდის აქედან ადამიანი იმ გარდაცვალებით, რომელიც ამ უსამართლოა ეს სამყარო ადამიანის მიმართ, რა თქმა უნდა და რაღაცნაირად ადამიანებს ჩათრევას ცდილობს და აი ამ დიდი ტკივილის თანამონაწილეები ვართ ჩვენ და ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, აი სხვასთან მიმართებაში ხშირად ვერ პატიობთ რაღაცას სიტყვაზე და რაღაცა და ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები, ვინც არიან ნებისმიერი, ვისაც რაღაცას არ პატიობთ ან რაღაცა, ოდესღაც გარდაიცვლებიან, შეიძლება ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს, ოდესღაც ჩვენც გარდავიცვლებით. რაც ეს ყველაფერი იქნება და ამ ყველაფრით არ უნდა გარდავიცვა, ან თან რაღაცა როცა ადამიანი უბედურ დღეში, აი სიტყვაზე დააშავა, ხო? დამნაშავეა, თავისი გაჭირვებია და ჩვენ აქედან კიდე რომ ფეხი ვადგა და რაღაცა ცოტა რთული არის. ნუ რა თქმა უნდა, არის რაღაც იშვიათი გამონაკლისები, რაც შენ ხელთ არ არის და შენ შეიძლება ვერ აპატიო რაღაცა, ვიღაცა სამშობლოს ღალატი რაღაც შენ ხელთ არ არის, მაგრამ რაც ჩვენს ხელთ არის, აუცილებლად აი გეხვეწებით, აი იმიტომ რომ დანდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ თუ ვიღაცას დავინდობთ, ჩვენც აუცილებლად უფალი დაგვინდობს. აი ეგ არის მთავარი რა. თუ ჩვენ დანდობას ვისწავლით, აი როგორც მამაო ჩვენოში არის რა, რომ მე მაპატიე ისე როგორც მე ვაპატიებო რა. აი რა დონეზეც ვაპატიებთ, ხო ზუსტად იმ დონეზე გვეპატიება ჩვენც რა და გეხვეწებით არ გავიმეტოთ არავინ, იმიტომ რომ რასიც შეიძლება განვიკითხოთ, ან ვიღაცას შეიძლება არ დავინდოთ, ზუსტად იგივე სიტუაციაში ჩვენც აღმოჩნდებით, აუცილებლად აღმოჩნდებით და ძალიან გვეწყინება თუ ამით ვისწავლით მე ჩვენ სხვის არ დანდობას. წარმოიდგინეთ, რომ აი მე ნეტა გამეკეთებინა, მაშინ დამენდო მე დავიწყებთ, რომ მე დავიწყებთ იმას, რომ ნეტა დაგვენდო, აი მეც მინდა რომ დამინდონ, მაგრამ შეიძლება უკვე გვიან იყოს რა და გეხვეწებით, აი ეს აუცილებლად იცოდეთ ყველამ რა, რომ რაღაცა დანდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ ძალიან ცოტა ვართ ისედაც, აი ხა ძალიან გული მწყდება, რომ ეს რაღაცა ალბათ სამყაროში ჩვენი წინაპრები ვინც იყვნენ, ვინც ამ მიწისათვის, შენარჩუნებისათვის ბრძოლობდნენ, ხო და თავი ვისაც დაუდია იმისათვის, რომ დღეს ის მიწა ყოფილიყო, რაზეც ჩვენ დგავართ, ხო? უცბად ესე რო იყიდება არაბებზე, იმაზე ძალიან გული მწყდება ამაზე. როგორ შეიძლება? ესეთი რაღაცა არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაზე ისტორია რაღაცას იტყვის, მათ შორის ჩვენზეც, ხო? არ შეიძლება ესეთი რაღაცა, ანუ რაღაცა არის, რაც აი უბრალოდ ხელშეუხებელია, რაც წმინდაა და უბრალოდ არ უნდა შეეხო რა. იგივე თუნდაც ადამიანებს შორის, ხო, აი ეს რაღაცა რომ მოდის ხოლმე ის პრობლემა, რომ ადამიანი ფულის გამო ერთი მეორეს წირავს. ესეც აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის დანდობა და მთავარი რაც არის, რომ ეს რა დოზით და როგორ მოვიდა ჩვენამდე. აი სამწუხარო ეგ არის, რომ აი დღეს ის მოკლეს, ის წარსული მოკლეს, რომელზეც უნდა დადგეს შენი აზროვნება, წარმოიდგინე, რომელიც არის მაცხონებელი რა და აი ამ წარსულთან ერთად რა გააკეთეს, ის წარსული რომ მოკლეს, ის წარსული მოკვდა და ამასთან ერთად კიდე ის მთავარი იმ წარსულთან
რაც იმ წარსულმა მოიტანა, ჩვენ თვალწინ შეიძლება გაიყიდოს და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა აი უბრალოდ ძალიან უბრალოდ ვამბობ, ეხლა აი ადამიანური ლოგიკით რა, არც ეკლესიურად და არც რო ვალდებულები ვართ რაღაცა, აი უბრალოდ ვამბობ რა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები ხა, ვინც სისხლით დაიცვა ეს მიწა, ვინც ომობდა ათასობით წმინდანი, ხო? ამდენ ადამიანს წარმოიდგინე უამია ამ მიწისთვის. ისინი ვერ გაყიდიდნენ ამ მიწას, ანუ ჩვენ ვართ ჭკვიანები და იმათმა იომეს და თავი დადეს. ანუ ლოგიკას არ ექვემდებარება. თან ხა აი ამ მიწის გაყიდვით რამე გვეშველება სხვა ისეთი, რომელიც ვაიმე და ჩვენ აღარ ვართ ამ ქვეყანა და მე პირიქით მე აღარ ვიქნებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ ის მიწა რომლის გამოც ის ადამიანები ვინც ჩვენთვის სამაგალითონი არიან თავს დებდნენ ჩვენ უბრალოდ დავახურდავეთ რა და ესე რაღაცაერად იმაში გავცვალეთ რა ხო და არ არის სწორი არ არის თან მე რა არის იცით სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რო ჩამოდის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქართველი არ არის ქართველი რო ჩადის თავის რელიგიის თავის ოჯახით თავის ამ კულტურით და რაღაცა სხვა სამწუხაროდ ჩვენ და არასოდეს არ აწუხებს ხოლმე ნებისმიერ ემიგრანტს კითხეთ ვის მოუხვევია თავის რელიგია ან თავის რაღაცა სამშობლო სხვა ქვეყანაში ვინმესადმი ხო არა მაგრამ ესენი ჩამოდიან მთელი თავის კულტურით რელიგიით ოჯახებით მე ამ ყველაფერს აი როგორც ჩვენი ადამიანი სადღაც უცხოეთში მიდის და რელიგიური თუნდაც კულტურული გზნობები ის წარსული მასში ჩქეებს მე და რაღაცაერად წინ იწევს ის ტრადიციები ისევე მათში იწევს წინ წარმოგიდგენთ სხვა ქვეყანაში ჩამოვიდა რომელიღაცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყნის წარმომადგენელს აუცილებლად წინ წამოიწევს ის რომ თავის ენა ასწავლოს თავის ცეკვა ასწავლოს თავის რელიგია ასწავლოს და ასე შემდეგ გახსნია სკოლებს აბა ეხლა რო დაიბადებათ ბავშვები და ამდენი მთელი ათასობით ოჯახები რო ჩამოვლენ ხო რას იზამენ არ ექნება თავის სკოლა ექნებათ სკოლაც ექნება ტერიტორია აქვს თავის და აშენებენ რასაც უნდათ ხო სკოლაც ექნებათ იქ დადგავენ თავის სარწმუნოების რა ვიცი რომლებიც იქნებიან ხო სიტყვაზე თავის სასულიერო პირებს ჩამოიყვნენ და ასე შემდეგ და შეავსებენ იმას რა ქვია ლამაზად და მეტი რაღა იყო ეხა საქართველოს რო იღებდნენ თქვენ რა გონიათ მეც აკეთებდნენ გვაოხრებდნენ და დგავდნენ თავის იმებს რა ქვია რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო თავის სკოლებს ხსნიდნენ იმას აკეთებდნენ და თავის თავმომავლობას დიდენ ჩვენთან და მეტი აბა საქართველო აოხრესო და ის შემოესია შემოსევა მეტი თქვენ რა გონიათ გეხვეწებით და რა მხრივ შემოვლე ხა რახანც ეხა 2026 წელია ეხა ხმლით არ შემოვლენ მაგრამ ხმალი რა თუნდაც ჩვეულებრივად ჩვენ თვითონ ვეუბნებით რომ აგერ აიღეთ და იყიდეთ ხო ხა ვიღაცებს გეფიცებთ ყველაფერს ზოგი ძალიან ბევრი გული მწყდება რომ აუ მოიცარა რას ლაპარაკობდა აბა ეკონომიკა და რაღაცა და მაშინაც იაზრებდნენ ეკონომიკის ხრი და კი არ დახოცავდნენ ისა რა ქვია თავის შვილებს და იმას კი არ შეწირავდნენ და ამდენ ომში ამდენი ტკივილით კი არ გაიზრდებოდა ადამიანი ზოგის შობელი და ისო შეიწირა ჩვენი წინაპარი ხო მაშინაც იმას იზამდნენ აბა ვიღაცა რო არ გიყვართ სიტყვაზე რაღაცა ზოგი ოკუპანტია ზოგი ის არისო იმათ რასაც ერჩით ამას თქვენინებითაც ხო აკეთებ და მათთვის გეთქვა ისინიც არ ომს ისინიც არ დაგიწყებდნენ იყიდნენ იმას და ჩამოგაჭრდნენ რა ვიცი რა უნდა დავიბრუნოთ ჩვენ როცა აი აქ რაც გვაქვს დაბრუნებული და რაც ჩვენია იმას ვყიდით ხო ამ პოლიტიკით თორე ანუ მე ახლა პოლიტიკაში არ ვიჭები უბრალოდ ადამიანური თემა არის და მე გული მწყდება რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს ხო უბრალოდ არ მიაჩნია სერიოზულად მაგრამ აი გაიარეთ უბრალოდ ახლა აი ყველაზე ცუდი რაც არის რომ დავით აღმაშენებელი ვისაც ებრძოდა წარმოიდგინეთ აღმაშენებელზე არის მათით არის გადავსებული იქაურო მთელი ცხოვრება ახლა ხო შეიძლება რაღაცა იუმორი იყოს მაგრამ წარმოიდგინეთ აღმაშენებლის ქუჩა დაიკავეს თლიანად მათ ხო წარმოიდგინეთ აი როგორი ის არის რომ ვერ გაივლით რა პლეხანოს რო ეძახიან უბრალოდ გაიარეთ იქ ჩვენ იმას ვერ ნახავთ ერის წარმომადგენელს და საქართველოში დაბადებულს სულ ყველა არის რაღაც ჩამოსული და ის პრობლემა ჩამოსულის ხრივ კი არ მაქვს პრობლემა უბრალოდ რომ აქ რო დაისადგურებენ ეს რას გამოიწევს მიხვდით იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ჩვენ როგორი ქვეყანა ვართ რომ ქართველი გადის და ის ავსებს ქართველის ადგილს წარმოიდგინეთ და ბოლოს რას მივიღებთ 20 წელში მამა გაბრიელის ნათქვამია ეს
წარმოიდგინეთ, შეიძლება ქართული სიტყვა მოგენატროსო, ქართულად ნასაუბრები მოგენატროსო და გთხოვთ, ეს ქვეყანა ხო ჩვენი არის. მე მინდა რომ წარმატებულები იყოთ, აი მართლა გამიხარდება ყველაზე მაგრა რომ თქვენში იყოს ძალიან ბევრი წარმატებული, ვინც სახელმწიფოს მართავთ, ან ნებისმიერი ის ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი გაბარიათ, ხო, გამიხარდება, აი ყველაზე კარგად იყავით ნეტა და ყველაზე წარმატებული იყოს თქვენ დროს ჩვენი საქართველო. მართლა გულშემატკივროთ ყველას. უბრალოდ რაღაც თემები არის, რომელსაც აი უბრალოდ ვერ გაატარებს ადამიანი რა და ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, იმიტომ აი ნებისმიერ ბაზალეძე ვიყავი ახლა გუშინ, აი აუცილებლად არ შემილია რა ამ თემას არ შევეხო. ქართველების სახელზეო წარმოიდგინეთ, სხვა ერის წარმომადგენლებიო ყიდულობენო მიწებსო და მე საერთოდ არ ვიმაჩნია ის ქართველად, ვინც ეხა შეფარულად ისი ფორმებს და ვიღაცას აყიდინებს სხვა. როგორ შეიძლება რომ სიტყვაზე იმასქნა, ხო? ესეთი რაღაცა დაუშვა, რომ ვიღაცამ გამოგიყენოს რაღაც გროშების ფასად მიწები იყიდოს და შენ სახელზე გააფორმოს, იმიტომ რომ თვითონ შეიძლება იმ წავს ვერ გაიფორმოს, ხო და გაყიდულია ყველა ისეთი ადგილი, წარმოიდგინეთ ბორჯომში ზემოთ, აი საოცარი ადგილები. თან მე რა არის იცით ხშირი პრობლემა არის, როცა წყლის პრობლემა აქვთ მათ და ეს წყლები სადაც არის, აქედან მე ამ წყლების გადინება სადაც შევიდნენ ესეთი ქვეყნები, ხო? ყველგან იყო პრობლემა მე შემდგომ წყალი რა. და ჩვენთან ეს ეგულებათ, თან ესეთი ის აი იცით რა არის ღვთისმშობლის წილხვედრი რო არის, ბოროტიც რაღაცნაირად იბძვის, რაღაცნაირად დაგვათმობინოს რა. ხო და რაღაცნაირად რატო ვაბრაზებთ ერთმანეთს? ან აი რისთვის აი ჩვენ რომ მაგალითად ვიღაცა რო საარჩევნო ყუთთან მოდიოდა, ან ვიღაცა საარჩევნო რგოლი რო ქონდათ, იქ გეთქვათ, ქვედალოცვილებო, რომ მე რომ მოვალ, აი არაბები იყიდიან იმას,ავლაბარს, ისა რა ქვია, ვიღაცა ირანელები იყიდიან იმას და მოდი მე ვინ ვის რა ხმას მისცემ და ეგ გვენახათ რა. ესე არ არის რა, არ შეიძლება ესე და თან ყველაზე მაგარი რა არის, ჩვენ შეიძლება ვიღაცა გაუბედურებულია, ვიღაცას არცალია მაგის, იმიტომ რომ 1000 პრობლემაა, ჯერ ყველა მოიცლის, მაგრამ სიტყვაზე ვიღაცამ ვერ მოიცალა, ხო? ღმერთი აუცილებლად არა მარტო თქვენ მოკითხავთ, თქვენში თავმომავლობასაც მოკითხავს და ისტორია მოგიხსენიებთ ისე საძაგლად, რომ თქვენ დროს აი იავარდით რომ მოეფინო საქაურობა, მარტო ეგ არ გეპატიებათ, რომ ის იავარდი ვისთვისაც მოეფინება რა და ქართველის რო არ მოეფინება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი ქვეყანა არის და ისეთი სიტუაცია, რომ ქართველი გაედინება ემიგრაციაში და ისინი მოედინებიან და გთხოვთ ეს არ დაუშვათ. ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მე ხშირ შემთხვევაში თქვენ ეკლესიაში ხედავთ ხოლმე და იმ ეკლესიაში რომელი გმირებიც არიან, არც ერთი ადამიანიც კი არ დაუშვებდა ამას, აი ერთი წმინდანი მოიყვანეთ, აი იმ ეკლესიაში ხატებს ხო ემთხვევით ხოლმე ნებისმიერი ვინც ხართ, თავრობის წარმომადგენელი თუ მხედრობა თუ ვინც ხართ, ხო? აი ერთი ადამიანი მითხარით წმინდანი, რომელიც ამას დაუშვებდა თავის სიცოცხლეში, ხო? და თავს არ შეწირავდა, დაუშვებდა კი არა, პირიქით თავს არ შეწირავდა. გეხვეწებით ეს უნდა იცოდეთ, გთხოვთ რა, მე აი მართლა ადამიანურად გთხოვთ, არანაირი წინააღმდეგობა მართლა მე პოლიტიკასგან ვარ შორს, უბრალოდ რელიგიასაც ეხება და ჩვენს სულს ეხება, რაც ყველაზე ტკივნეული არის რა და ძალიან გულდასაწყვეტი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოში ქართულს არ აქვს იმის საშუალება, რომ ის იყიდოს და მათ აქვთ და ეს ყველაფერი მე სამწუხაროდ ჩვენ და 5 და 10 წლის მერე სავალალო შედეგს მოიტანს, სავალალო უკვე მიღებულია სავალალო შედეგი და თან ყველაზე ცუდი რა არის, რომ აგრესიულები არიან თავის კულტურით, ყველაფრით, ძალიან აგრესიულები და არ დათმობენ და ისევ ქართველი შეეწირება მე ამ ყველაფერს რა. თქვენ ხო კარგად იცით ახლა რა ხალხსეც მაქვს საუბარი, ცოტა ის აქვთ თავისი ეს სიამაყე და თავის ეს მოსდევთ ამათ და აუცილებლად გეხვეწებით, ეს არ დაუშვათ. გთხოვთ, აი ყველანაირად ეცადეთ რა, მე გამიხარდება თუ ყველაფერს გააკეთეთ. კარგად ზანდებოდ, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენი მსმენელები, ბედნიერებას და ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და არ შემიძლია არ თქვა ერთი წამი თუ შეიძლება რომ დავიმატოთ, რომ აი თუ გინდათ რომ ოჯახი ნახოთ, გუშინ ვიყავი მამა გიორგი დორეულის ოჯახში, ადამიანი, აი წარმოიდგინეთ, აი მხოლოდ მინდა რომ ერთი მაგალითი მოვიყვანო, ბოდიში, სულ ერთი წუთი და დავამთავრებ. მამა გიორგი დორეული, აი აბსოლუტურად ყველა ადამიანს გაჭიროებულს, მდიდარს, ყველას ერთად ეპატიჟება ხოლმე და ერთმანეთს აცნობს ადამიანებს და ახუტებს ერთმანეთს, სასულიერო პირებს, იმას და ყველაზე მაგარი რა არის, რომ იქ განსხვავება კი არ არის, რომ ვინ არის.
უბრალოდ ყველა თანასწორი არის როგორც ღვთის წინაშე და აი ესეთი უნდა იყოს მღვდელი და მისი ოჯახი რაღაცა ის იმას მახსენებს ხოლმე რა აბრაამი რო იყო სტუმართმოყვარე რა და მისი მეუღლე კიდე აი ზუსტად ისეთი იყო რომ აი ესეთი მიმღები არის რა ისიც და დიდი მადლობა აი ამ ოჯახს განსაკუთრებით მინდა მადლობა მოუხადო იმიტომ რომ თუ სადმე რამე მაგალითი მინახავს მამაო აკეთებს იმას რასაც აი მართლა ადამიანი უნდა აკეთებდეს ჯერ პირველ რიგში და მღვდელი ხო საერთოდ და მადლობა მამა გიორგი დორეულს აქედან იმიტომ რომ ძალიან მაგარ ტაძარს აშენებს თან იქ ბაზალეთზე უმაგრეს მონასტერს აკეთებს ძალიან ლამაზ და რა ვიცი ღმერთმა სიკეთე მისცეს და ბედნიერება და აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად დიდი მადლობა ამ ადამიანს და მის ოჯახს ფოფოდიას და შვილებს და ყველას აი გადაყვებიან თან და ამიტომ მინდა რომ მეც აი რაღაცნაირად აი მათ სიკეთეს ვერ დავაფასებ ვერანაირად, მაგრამ მართლა იმ ზედამთვარე ამომდის ამ ადამიანებს და მადლობა თვითონ ამ ოჯახის წევრს. ბედნიერებას გისურვებ, სხვათა შორის იქით კვირაში მოვიწვევ აუცილებლად და წარმატებები აუცილებლად ყველა მოძღვარს მოვიკითხავ და უღრმეს მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ხართ ჩვენ ეკლესიას, რა თქმა უნდა და მადლობა ამ ტელევიზიას, რომ ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს. კარგად ზანდებოდეთ დროებით, მე გახლით გიორგი დარასელია და გთხოვთ რა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და მტერი ჩვენ არ გვყავდეს. მტერი არის მარტო ბოროტი ჩვენ. დანარჩენი ყველა არის უბრალოდ ბოროტისაგან რაღაცნაირად შეიძლება მოქუქილი რაღაცა, მაგრამ აი ესე ბოროტი მოერია ზოგს რა. კარგად ზანდებოდეთ და დროებით. მადლობა დიდი.